მიუხედავად იმისა, რომ სინოდის ხდომა არ დასრულებულა 12 საათზე დაწყებული სინოდის ხდომა, მე მაინც მივიღე გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ვიდეო ბლოგი ჩავწერო სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ უსაინტერესოესად ვითარდება პროცესები, განცხადება მოსდევს, განცხადება ემატება და პირები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს თავად არ ერევიან ამ პროცესში, ისინი სწორედაც რომ ისინი ერევიან ყველაზე უფრო მსუხედ, ყველაზე უფრო მძაფრად ამ პროცესში, ცხადია გულისხმობ საერო ხელისუფლებად წოდებულ ჯგუფს და კონკრეტულად ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებულ შალვა პაპუაშვილს, რომელიც მედიასაც კი არათუ რიგით მოქალაქეებს, არათუ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ მედიასაც კი რადიო თავისუფლებას ასე მაგალითად რადიო თავისუფლებას და ტაბულას ასე მაგალითად და სხვა ონლაინ გამოცემებს ადანაშაულებს ამ პროცესში ჩარევაში იქით და ამბობს რომ კამპანია აქვს გაჩაღებული ამ მედია საშუალებებს კონკრეტული სასულიერო პირების წინააღმდეგ და ცხადია გულისხმობ იმას რომ ის გულისხმობს რომ შიო მუჯირის წინააღმდეგ არის გაჩაღებული კამპანია ამ ყველაფერს აკვირდებიან Big Brother is watching you ანუ გაკვირდება როგორც უფროსი ძმა ხო როგორც უფროსი შენი და ამ ყველაფერს აღნუსხავს და მნიშვნელოვანია რომ არავინ ჩაერიოს ეკლესიის გადაწყვეტილებებში ამას დასცენს და მათ შორის იმ გადაწყვეტილებაში რომელიც ჯერ წინ აქვს წმინდა სინოდს და ასევე ჩვენ ძალიან დეტალურად დავაკვირდებით მომავალში ვინ შეეცდება ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევას დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ რომ არის გარე ჩარევის ცდილობები მაგალითად უცხოური დაფინანსების და ეს ტრადიციული ბალამუტი ასე ვიტყვი შალვაია პაპუაშვილისა რეალურად არც ტაბულა არც რადიო თავისუფლება არც რომელიმე სხვა ონლაინ გამოცემა არც ცალკეული იმომხილველები მწოდნენი ჟურნალისტები ექსპერტები თუნდაც უვიცნი ამ ყველაფერში რასაკვირველია არ ერევიან თუ ვინმე ერევა სწორედაც რომ საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლების პროქსი ჯგუფებია სხვა თუ არაფერი უნდა გავიხსენოთ მინიმუმ გია უცნობი გაჩეჩილაძე რომელმაც თქვა თავის დროზე და ბოლო ხანებია კი მიჩუმებულია ამ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით მას შემდეგ რაც ალექსანდრე გალდავა სტუმრობდა მის გადაცემაში ამის შემდეგ მიჩუმებულია ცოტა ყოველ შემთხვევაში გია უცნობი გაჩეჩილაძე მაგრამ მანამდე თქვა რომ პატრიარქმა ბძანა პატრიარქმა სიცოცხლეშივე გამოარჩია ემკვიდრედ მოსაყდრეშიო და აი ყველა იქნება მოღალატე ვინც ეუფეშიოს არ აირჩევს კათალიკოს პატრიარქადო არ გამოარჩევს კათალიკოს პატრიარქადო ესე იგი თავიდანვე ამ პროქსი პირმა ხელისუფლების დანამატმა განაცხადა ამგვარი რამ რომ აი სხვას არც განიხილავენ ამაზე მე ვილაპარაკებ დაახლოებით 60 წუთში მანამდე ისევ შალვა პაპუაშვილს მიუბრუნდე დღეს შეგვიძლია უკვე ვთქვათ რომ არის გარე ჩარევის მცდელობები და უცხოური დაფინანსების წარომა ესე იგი მქონე პარტიული პროპაგანდისტული ჯგუფებიო რადიო თავისუფლება და ტაბულა პირდაპირ ერევიან სინოდის საქმიანობაშიო რადიო თავისუფლების თუ განსაკუთრებით ტაბულას რედაქტორი აქტიურობს ლევანი ამ პროცესში ხო ამ ამბავში ეს არის მცოდნე ადამიანთა არა ჩარევა ინტერვენცია არამედ მათი სუბიექტური პოზიციის დაფიქსირების მცდელობა მათი დამოკიდებულების მათ მიერ ამ ამბის ახსნა განმარტება საზოგადოებისათვის ინფორმაციის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება იმიტომ რომ მართლა ყოველმა მეორე რიგითმა ტაბლიაშვილმა თუ ნებისმიერმა ჩვენგანმა არ იცის იმდენი ობიექტურად ასეა არ იცის იმდენი რამდენიც იცის ასე მაგალითად ტაბულას რედაქტორმა ლევანმა და ის რომ იცის რამ და ის რომ საკუთარი ფავორიტი ხავს თუნდაც ან ფავორიტები ან ფავორიტი ან უკეთესი გონია რომ იქნება თუ გონია რომ უკეთესი იქნება ის კანდიდატი და არა ეს კანდიდატი ამას ჩარევად უთქვიან უცნობზე ხმას რომ არიღებენ ისინი ამასობაში ყველაზე მთავარი საკითხი დღევანდელი ხმამისა რომელიც აკითხარით 12 საათზე დაიწყო და დასრულდება ღმერთმა უწყის როდის იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საკითხი არის მაინც განსახილველი არის ორი საკითხი ეს არის პირველი სახელდებულად რომ ვილაპარაკოთ მიეცემა თუ არა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მეუფე ისაიას რომელიც ერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებს იმიტომ რომ ჯერაც არ არის 70 წლის ახალგაზრდა კაცია მაგრამ აი რაღაცა გადაწყვეტილებით ოდინდელი ცხაც რომ მიიღო საპატრიარქომ და სინოდმა გადაწყვეტილება რომ საღვთისმეტყველო განათლება უნდა ჰქონდეს ამ ხსენებულ პირს ამასთან დაკავშირებს კანდიდატს ხო არა ისაიას მაინც და მაინც არამედ ზოგადად კანდიდატს ამ კრიტერიუმს კი არ აკმაყოფილებს რომ ვიცოდეთ მაინც და
მღვდელმთავრები არიან, ვისაც შეიძლება არ ჰქონდეთ სასულიერო უმაღლესი სასულიერო განათლება, მაგრამ პატრიარქიც მღვდელმთავარია. თუ მღვდელმთავრობა შეიძლება პატრიარქობა, რატომ არ შეიძლება? ეს ისმის ამ კითხვას სვამს მეუფე ზენონი, რომელიც როგორც ჩანს, ცდილობს აი ამ წუთებში ცდილობს, რომ სინოდის დანარჩენ 38 წელს დაუმტკიცოს, რომ ეს არ არის კანონიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის როგორც ჩანს ის გადაწყვეტილება, ეს შეზღუდვა არ არის ის წესი, რომ ვინმეს აეკრძალოს პატრიარქად არჩევის შესაძლებლობა არ მიეცეს. ამ შემთხვევაში მაინც აქცენტი გაკეთებულია მეუფე ისაიაზე, თუმცა მას რამდენადაც ხვდები არ ასახელებს მეუფე ზენონი. ნახეთ რას ამბობს ასაკობრივ ზღვარს არ ადგენს კანონიკური სამართალი, ამიტომ კანონიკურად 35 წელს ზემოთ ვერავის ვერ მოხსნი კანონიკური თვალსაზრისით ხაზს უსვამ, ანუ არადროებითი ან რამე გადაწყვეტილებით, თუნდაც სინოდისა, არამედ კანონიკური სამართლით, რომელიც უმაღლესთა შორის უმაღლესია, წესით ვერ მოხსნი. ხარ რას იზავს შიოს ჯგუფი და შიო ეს კიდევ ცალკე სალაპარაკოა, განათლება აუცილებელია, მაგრამ თუ კანდიდატი იმდენად მისაღებია, იმდენად აკმაყოფილებს ამ იდეას, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არსებობს თუ უნდა არსებობდეს, ამას ამბობს სწორედაც რომ მეუფე ზენონი, მაგრამ ამასობაში ანდრია ჯაღმაიძე და ამ ლინკსაც ვიპოვი, იმედი მაქვს და ვიპოვე, ახე ამბობს შემდეგ რამეს დებულებას არ გადავხედავთ არასდიდებით, ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა, ანუ სინოდის სხდომა არ ეყოფა ამ ყველაფერსო და ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, სწორედაც რომ დებულების მიხედვით. ანუ პრინციპში შიოს ჯგუფი, რომელსაც ესე უნდა პატრიარქობა, უნდა რასაკვირველია, ხელისუფლების რჩეულიც არის ის და მეორე მხრივ რუსეთის რჩეულიც არის, მეთქი თუ ვიტყვი, არც ეს იქნება გადაჭარბებული, იმიტომ რომ სწორედ რუსეთი ჩაერია მისი მოსაყრდედ არჩევის პროცესში ჯერ კიდევ 2017 წელს. მისი წარმომადგენელი სამსახურის დაკარგვა რო არ უნდა, ან ასეთი მოწინავე პოზიციის დაკარგვა რო არ უნდა, ის ანდრია ჯაღბაიძე ამბობს, ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად და დებულების მიხედვით და დებულების გადახედვა კი არ მოხდებაო. ეს ამას ამბობს ანდრია ჯაღბაიძე მიუხედავად იმისა, რომ აი ახლა 2-20 წუთია, ახლა გარწმუნებთ არის დიდი ამბავი უშუალოდ ამ სინოდის სხდომაზე, ზენონი თუ სხვები ამბობენ, რომ კანონიკური არ არის ხალხო და რაც არ უნდა მიგვეღო 95 წელს ამა თუ იმ გარემოების გამო 1995 წელს თუ არ ვწდები, რაც არ უნდა მიგვეღო, თუ კანონიკური არ არის, მისი შეცვლა შესაძლებელია და არც უმაღლესი განათლება, საღვთისმეტყველო განათლება არ უნდა მოეთხოვებოდეს პატრიარქობის კანდიდატს თუ ის იმსახურებს პატრიარქობას და არც ზედაზღვარი არ უნდა იყოს დაწესებულიო. აქვე ვიტყვი, აი ესე იგი მიუბრუნდეთ თუ გნებავთ ჯაღბაიძეს და თუ გნებავთ გავცდეთ ჯაღბაიძეს და მიუბრუნდეთ ერთ სხვა სამღვდლო პირს, რომელსაც ვნახავ, იმედი მაქვს მის კომენტარს და ვერ ვნახე უკაცრავად. ესე იგი ეს არის მეუფე ვახტანგი, მომხრე ვარ, რომ შეიძლება გაიზარდოს ასაკი, რატომაც არა, თუ ამას ჩვენი სინოდის წევრები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ. ანუ მეუფე ვახტანგი ჯაღმაიძისაგან და შიოსაგან განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს. ის ამბობს, რომ ნახეთ, საღვთისმეტყველო განათლებაზე კი არ აკეთებს, არ აჩერებს ყურადღებას, ხო, კი არ აკეთებს კომენტარს. ანუ ისაია ნებისმიერ შემთხვევაში რაღაცა არ აქვს საღვთისმეტყველო განათლება, მეუფე ვახტანგის ამ კომენტარი და ყოველ სხვაში ირკვევა, რომ დენ უყოფილა კანდიდატი, მაგრამ აი 72 წლამდე გაიზარდოს ერთგან ეწერა, აქ სიმართლე გითხრათ, აქ არის თუ სხვაგან არ ვიცი. ხო, ნახეთ რას ამბობს, მე პირადად მომხრე ვარ, რომ შეიძლება გაიზარდოს ეს ასაკი, რატომაც არა, თუ ამას ჩვენი სინოდის წევრები ხმათა უმრავლესობით მიიღებენ და მოყოლეთ მანამდე არაფერს სულს არ ხედავ აქ 2 წელი არ არის აქ რაღაც ისეთი საგანგაშო, როგორ არ არის საგანგაშო, მეთქი ასე რომ თქვა, დატო ვიცით, როგორ ჩანს მეუფე ვახტანგი, კონკრეტულად მეუფე ვახტანგი არის ეპისკოპოს დანიელის მომხრე, დანიელი კი და ეხლა დავსერჩოთ, დანიელი და თუაშვილი დაბადებულია 29 მაისს 1955 წელს, ანუ ის უკვე არის 70 წლის, 71 წლის გახდება და თუ შიო არა, თუ შიო ვერ გახავს რაღაც ჯგუფს, შიოს არ ვერ გახავს საკუთარი და თავი და კიდე რაღაც ჯგუფს,
მაშინ რატომაც არა განიხილება არა იმდენად იმ ჯგუფის, არამედ საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების მხრიდან თუ მიერ სწორედაც რომ მიტროპოლიტი დანიელის ერისკაცობაში დავით გრიგოლის ძედა თუაშვილის 29 მაისს 1955 წელს დაბადებული დანიელ დათუაშვილის გაყვანა პატრიარქად ეს არის სათადარიგო ვარიანტი მე ვშელობდი ამაზე ცოტა ხნის წინ მეც მოგახსენეთ შემოსაზრება რომ ერთ კალათაში არ ეკნება ჩადებული კვერცხები ერთი ფსონი გაკეთებული არ ეკნება ივანიშვილს რომელიც არჩანს და თითქოს სულაც არ არის დაინტერესებული იმით ვინ იქნება პატრიარქი არა და სწორედაც ივანიშვილს ცხადია რუსეთს ცხადია სხვა ჯგუფებს მაგრამ პირველ ყოვლისა ჩვენ სინამდვილეში სწორედაც რომ ივანიშვილს აინტერესებს ვინ და როგორი იქნება პატრიარქი ივანიშვილის ინტერესია რომ მომავალმა პატრიარქმა იქადაგოს ქრისტე ილაპარაკოს სახარებაზე ილაპარაკოს სახარების განმარტებებზე ილაპარაკოს წმინდა მამებზე და ასე შემდეგ მაგრამ არ და არას დიდებით არ ჩაერიოს საერო საქმეებში არანაირად არც ისე როგორც ერეოდა პირდაპირ თუ ირიბად პატრიარქი ილია მეორე და არც იმის ნახევარად სანახევროდ ხო საერთოდ 1%-იც კი საკუთარი ეპისტოლეებისა არ მიუძღვნას საერო მნიშვნელოვან საქმეებს რომელთა ნაწილი კი არა პრაქტიკულად 100% საერო საქმეებისა საერო ამბებისა არის თუ განიხილავ მათ ობიექტურად არის მიზიდა ივანიშვილისა და მისი ბანდიტური ხელისუფლებისთვის მაზიანებელი. აქედან გამომდინარე მეპურემ გამოვაცხოს პური. ასე ამბობს. სპორტსმენი დაკავდეს სპორტით. მუსიკოსი დაკავდეს მუსიკით. მხატვარმა ხატოს. საეკლესიო პირმა იქადაგოს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში და ჩვენს ქვეყანაში ქრისტეს მოძღვრება და ფართო გაგებით პოლიტიკა, მით უმეტეს საგარეო პოლიტიკაში ჩაერევა. ოღონდ ამ ყველაფერს, როცა ამბობს ან ფიქრობს მიზიდა ივანიშვილი, როცა ახორციელებს, სულაც არ გულისხმობს ასე მაგალითად მეუფე სპირიდონს, რომელიც მიზიდა ივანიშვილის მიერ კურთხეულ არს, სპირიდონი იგი ეპისკოპოსი და რომელსაც კურთხევა მიზიდა ივანიშვილის აქვს იმის თაობაზე, რომ ავიდეს, ახტეს, მოდი ვიხდი, ცხადია ნახტეს ამბიონზე და თქვას რომ გიბოდიშებთ ხო აქ წინ სპირიდონის მრევლის წარმომადგენლებს ახტეს და თქვას რომ რუსეთი კარგია ბავშვები უნდა ვცემოთ რატომაც არა ვუტრირებ ხანდახან რუსეთს უნდა გადავეჯაჭვოთ იმიტომ რომ ის პრავოსლავური სახელმწიფოა ეს ამგვარი ქადაგება მიზიდა ივანიშვილს აწყობს რას იქადაგებს ეგრა მაგის პასუხია დანიელი საინტერესო კითხვაა ხო გავხედოთ რა არის ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტია. არა, მე კი ვიცოდი, მაგრამ თქვენ გახსენებთ. მიაქციეთ ყურადღება ჭიათურის და უფრო მიაქციეთ ყურადღება საჩხერის მიტროპოლიტია. ჭორვილს საჩხერელი მიტროპოლიტი რასაკვირველია უჯობს. ვიდრე არ ვიცი ვიღაცა ფოთის მაგალითად გრიგოლს გულისხმობ ან რომელიმე სხვა ეპარქიის ლიდერი პატრიარქად. ოღონდ ეს სათადარიგო დანიელი არის სათადარიგო ვარიანტი რომ ვიცოდეთ. მაინც რუსეთს პირველ ყოვლისა უნდა შიო, ბიზნეს პირველ ყოვლისა უნდა შიო და არც კი განიხილავენ რომ სხვა იქნება და თუ განიხილავენ, აქ არის ორი ვარიანტი, მე ამასაც გეტყვით ბარემ. უყურეთ, გააჩნია ვინ იქნება ფინალში ვინ გავა, ასეთ ხო, საფინალო სტადიაზე ვინ გავა. შიოსთან ერთად დანიელი გავა იმ შემთხვევაში, თუ მას მისცემენ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას, ანუ აწევენ ასაკობრივ ცენზს 2 წლით და შესაბამისად ის უკვე ჩაეტევა ვადებში 55 წელს არის აკითხავით დაბადებული, მაგრამ თუ სხვა იქნება, აი მაგალითად იობი, თუ იქნება პატრიარქობის კანდიდატი და ემანდ ისე რომ მოხდეს, წარმოიდგინეთ, ისე რომ მოხდეს, რომ შიოსა და იობს შორის შეპირისპირება დაპირისპირებაში ამ უკანასკნელმა გაიმარჯვოს რა მოხდება ინგაშენიაზით მე გეტყვით რა მოხდება და პაპუაშვილები ანუ ივანიშვილის ფრთებქვეშ მოქცეულები ანუ გამობიძინებულები ანუ აბასტუმნის უღრანებიდან ღრიალი რომ გაიგონეს ის ადამიანები იტყვიან ჩაერია ტაბულა ჩაერია რადიო თავისუფლება ჩაერია 23 ხარისხოვანია ცხადია ჩემი ხმა ჩაერია ტაბლიაშვილი ჩაერია მანამდე ფორმულა ჩაერია არ ვიცი დოროთე ყურაშვილი ჩაერია ვიღაც გარე აქტორი დასავლეთი კოლექტიური დასავლეთი deep state-ი მოკლედ სულ ყველა ერთად ჩაერია და აკი ამიტომაც გახდა იობი პატრიარქიო და
არ გამორიცხოთ, რომ ამ შემთხვევაში პაპუაშვილმა თქვას, რომ ეს არჩევნები პაპუაშვილმა ანუ ივანიშვილმა. ეს არჩევნები ბატონებო და ქალბატონებო სულაც არ იყო კანონიერი. ეს არჩევნები ბატონებო და ქალბატონებო სულაც არ იყო სწორი და ისიც რა არის? არ ვცნობთ ჩვენ პატრიარქ იობის უფლებამოსილება ზალმოსილებას და გარხეთქილა და განხეთქილა ეკლესია, იმიტომ რომ პატრიარქის დანაბარები არ შესრულდა ხალხნო, როგორ ბედავთ საერთოდ არ შესრულდა პატრიარქის დანაბარები, პატრიარქმა სიცოცხლეშივე გამოარჩია მემკვიდრედ შიომუჯირი და ახლა დასავლეთის აქაურმა აგენტებმა მოახდინეს ზეწოლა სინოდზე და არჩევინეს იობი ან ნებისმიერი სხვა გარდა ხსენებული დანიელისა, რომელიც სათადარიგო ვარიანტია, მეთქი აქ იკითხავით, ანუ ფინალში შიო და დანიელი თუ გავლენ, ამ შემთხვევაში ამას არ იტყვის ხელისუფლებად წოდებული ბანდა, მაგრამ ფინალში თუ გავლენ შიო და იობი, ასე მაგალითად ამ შემთხვევაში არ გამორიცხოთ, რომ ესეც კი თქვას. აი ეს არის მთელი რეზიუმირება ამ ამბისა. 2:20 წუთი კი არა, 2:09 უკვე 16 წუთი და 13 წამია ეთერში ვართ. კიდე მოხდება კვანძის გახსნა, ცოტა ხანში თულება აი გადავავლოთ ბოლო ჟამს. თვალყური ემან ხომარ დამთავრდა. სხდომა იგის სინოდისა, ბოდიში ეს ფორმულაზე შევიდეთ ასე მაგალითად. ფორმულა ემან ხომარ დამთავრდა. ხო, პაპუაშვილი ზაღლებზე რო ლაპარაკობს, მე მგონი რომ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს. რადიო თავისუფლება, ტაბულა, პუბლიკა და ნეტგაზეთი ეს ორიც რო არ დამეჩაგროს, შევაბეჩაგროს, ესე იგი რადიო თავისუფლებასაც ადანაშაულებს, ტაბულასაც, პუბლიკასაც და ნეტგაზეთსაც. Mr. Papuashvili, господин Papuashvili, ზენონის განცხადებაზე გითხარით, ხო, ზენონს ისიც უთქვამს, რომ ჩემი კანდიდატები არიან 60 წელს ზემოთ, ვინც ილია მეორეს მოხვებიან ადრეული დროიდან. შავხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი, მე ხარს ვუჭერ ყველაფერს იმას, რასაც ღმერთი ინებებს, რაც კარგი იქნება, ყველაფერს მივიღებთ, რაც ცუდი იქნება, რატომ მივიღებთ? ესე იგი ამ ისეთ შთაბეჭდებას ტოვებს შავხევსურეთის ეპისკოპოსი მიქაელი, რომ ყოველდღე თითქოს ეცხადება ანგელოზი, რომელიც კარნახობს, რას ამბობს მამა ღმერთი ან ძე ღმერთი იესო ქრისტე, გარწმუნებთ რომ ასე არ არის, ანუ იშვიათად სტუმრობს მას ანგელოზი სიზმრებში თუ სტუმრობს საერთოდ. კარგით, ზენონზე ვთქვით, ანდრია ჯაღმაიზეზე ვთქვით, ყველაზე ვთქვით, ჯერჯერობით ამბავი როგორ დასრულდა არ ვიცით, სინოდის ხდომა, მე გეტყვით რომ თუ დანიელი და შიო იქნებიან ფინალისტები, ამ შემთხვევაში ხელისუფლება არ წავა განხეთქილებაზე ეკლესიაში, მაგრამ თუ იობი იქნება კანდიდატი, ბნელ რუსული ტვინები შალვაია პაპუაშვილისა და არა მხოლოდ ბიზიდა ივანიშვილის ხლაფორთების თავის ჭადრაკშია, რომელიც ხანდახან შაშია. ხო, ისინი ყველაფერზე წავლენ, მეთქი არ გაბედავენ, გარისკავენ ყველაფერზე წასვლა. საც კი გარისკავენ, მეთქი ამის თქვა მინდა. აველოდოთ მოვლენების განვითარებას. Сдадим комиссию. ესე ამბობდა ხოლმე გორბაჩოვი. ბიზიდა ივანიშვილიც ესე ითქვის. ხო, არ დამავიწყდეს იმედი რას დაიწყებს ამასობაში, მამასაც მიაქციეთ ყოველდღე, იმედი რას მიაწვება. მას ხო საკუთარი ხმა არ აქვს, ხო, მას ხო არ შეუძლია თავი საარი მოსაზრება, მაგრამ თავისი მოსაზრება გამოდის. ის ხო რუპორია საბოლოო ჯამში და იმედის საიტი ყველაზე საინტერესოა. ახლა იმედის სოციმედიის გვერდი. ახლა